პატარა ვიყავი, სადღაც 4 წლის, როდესაც მშობლები განქორწინდნენ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ტკბილი მოგონებები მაქვს ბავშვობასთან დაკავშირებით. შენ როგორ გაგაძლიერა აი ამ ბავშვობა? მე ჩემ თავს უნდა მივხედო. შიმშილობის საოცარი პერიოდი გვაქვს. 3 კვერცხი რო ვიყიდე ვაგზლის მოედანზე და მეტროში, რომელიც ჩერდებოდა ხოლმე თან 90-იანებში ერთი გამიტეხეს ჭყლეტვაში და ტირილ-ტირილით მოვედი. $1000 სამსახური მივატოვე და საკუთარ კომპანიაში $80 დავიწყე მუშაობა. მე მეჯეროდა, რასაც ვაკეთებდი. თან ორ შვილს ვარჩენდი მარტო, თავში ბიუჯეტს ვითვლიდი, იმ კლიენტის ამოცანას წყვეტდი. დე ესე სახით მატერიალებდნენ ხოლმე ხელი. ძალიან გამიცდი მაგ პერიოდს, რომელიც დავკარგე. ზუსტად როგორ გავაკეთებდი მთელს ამ გზას, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. სკამსაც კი არ მთავაზობდნენო. წარუმატებლობის არ მეშინოდა რა. რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა აქვს კომპანიას, 35 ქვეყანაში ვმუშაობთ. უფრო ხშირად მოხდა ის, რომ ქალი გავიდა სახლიდან, მაგრამ კაცები არ შემოსულან ოჯახში. მფარველი მამიკო აღარა ხარ შენი ცოლი. მე მქონია არაერთ პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის გამოცდილება და ჩვენ ოფისში დიასახლის და პრემიერ-მინისტრს ერთნაირად ვესაუბრებ, იმიტომ რომ ჩემთვის არის ადამიანი. ყველა გაგებით სიღარიბე, ეს არის მენტალური სიღარიბე, სულიერი სიღარიბე თუ ფინანსური სიღარიბე, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება.